ამერიკული ფარა ახლა საქართველოსთვის ქართულად ითარგმნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რბილმა კანონმდებლობამ ქვეყანაში ვერ იმუშავა, ამიტომ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული ფარა ჩაანაცვლებს. რაც მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტს კიდევ უფრო განამტკიცებს და ეროვნულ ინტერესებსაც უკეთ დაიცავს. NGO-ები არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ძალიან ბევრი NGO, მათ შორის ყველაზე მდიდარი NGO-ები თავს იკავებდნენ რეგისტრაციისგან, რაც ჰქონდა ძალიან მოგორტული მიზეზი. ხო, მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურდათ საკუთარი რევოლუციური პროექტების წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენი ეროვნული ამოცანა არის, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის დაცვა და არავის არ უნდა ქონდეს იმის უფლება, რომ NGO-ების უცხოური დაფინანსებით ამ ქვეყანაში სადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ჩვენ გვაქვს მაგალითი ანალოგი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც შეიძლება ითქვას საუკეთესოდ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, სწორედ გარე ჩარევებისგან და ამიტომაც შესაძლებელია, რომ ჩვენ დავიწყოთ სწორედ ამ მიმართულებით ფიქრი. კანონი ამერიკულის ანალოგი იქნება, თუმცა ოპოზიციის რიტორიკა მაინც არ იცვლება. ეგრეთ წოდებული რუსული იქნება თუ ამერიკული, ოპოზიციას მიაჩნია, რომ ქართულ რეალობაში მსგავსი კანონი მხოლოდ დემოკრატიას აზიანებს. ქართული ოცნება ივანიშვილი, მდინარაძე და სხვები ვერასდროს ვერ მიიღებენ იმ შედეგს, რაც ნიშნავს ამ ქვეყანაში დემოკრატიის მკვლელობა. რუსულმა კანონმა ვერ იმუშავა და არ იმუშავებს არც ერთი შემზღუდავი კანონი, რომელიც ეცდება ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური სივრცის განადგურებას. პრობლემა არის ოცნების ეგრეთ წოდებულ მთავრობაში, რომელიც სხვადასხვა სახელებს არქმევს ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ინიციატივებს და ცდილობს, რომ შემოიტანოს საქართველოში ეს ყველაფერი ემსახურება ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობის სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივებას. შეეცადნენ, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეექმნათ ბუნდოვანი გარემო, მათ შორის თარგმანში დაეკარგათ უცხოელები, იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ გამჭვირვალობის იდეას. ქართულმა ოცნებამ თარგმანში დაკარგულებს მარტივი გამოსავალი მოუძებნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამერიკული ფარა სიტყვას-სიტყვით ითარგმნება და კითხვის ნიშნებს არ დატოვებს. 2 თვის განმავლობაში ვაპირებთ იმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომელიც მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა ფარასთან დაკავშირებით, ავიღებთ სიტყვა-სიტყვით გადმოვიტანთ საქართველოში. ამერიკის ყოფილმა ელჩმა და შეგახსენებთ, რომ მან უწოდა პირველმა რუსული კანონი ამ კანონს და რუსეთიდან ინსპირირებული ის იყო ამ კანონის ამგვარი ბრენდინგის ავტორი და მას აყვა შემდეგ იმავე ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ამითი დისკრედიტირებას ცდილობდნენ და აზიანდნენ ამ კანონს. კანონის გამკაცრების საჭიროებაზე მმართველი გუნდი USAID-ის სკანდალმა დააფიქრა. გამჭვირვალობა, რომ მსოფლიო გამოწვევა მათთვის ეს ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა. საქართველო კი მმართველი გუნდის განცხადებით გაუმჭვირვალე ფინანსების ერთ-ერთი სამიზნეა. სწორედ ამიტომ კანონის გამკაცრებაზე საპარლამენტო უმრავლესობა სრულად თანხმდება. ჩვენ ხედავთ მაგალითად USAID-ის გარშემო და NED-ის გარშემო, რომელიც ყველაზე მსხვილი დონორები არიან, ატეხილ აჟიოტაჟ და პირდაპირ სკანდალი არის, ხო? ჩვენ უნდა კიდევ გავამყაროთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მაგედან გამომდინარე, სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი, კოპირებული ასლი გადმოგვაქვს ამერიკაში მოქმედი კანონის. აფინანსებდნენ ამ უსამშობლოებს, ადგილობრივ ნაძირლებს, როგორ აიყირავებინათ ეს ქვეყანა. ეკლესიის წინაშე როგორ გაელაშქრათ. ქართველი კაცის წინაშე, ქართული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ეხლა რაც დღეს გვაქვს, ეს იყო ქართული ვარიანტი, შემსუბუქებული ვარიანტი. მაგრამ ის რაც ჩვენ მოვისმინეთ და გავიგონეთ, ხო, ამას უფრო მკაცრი ამერიკული კანონი ჭირდება. აღმასრულებელი ხელისუფლება ამერიკაში არის პრეზიდენტის ხელში. ჩვენთან მთავრობის ხელში. ჩვენ პრეზიდენტს ვერ ჩაუძერთ იმ უფლებამოსილებას, რომელიც კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული. ანუ ეს უფლებამოსილება აღმასრულებელი ხელისუფლების მთავრობაში. შეიძლება მხოლოდ ეს იყოს. დანარჩენი რეგულაციები რაც არის,
რაც აღმასრულებელი ხელისუფლების გასაკეთებელია ამერიკაში, ის იქნება აქ გასაკეთებელი ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების. მმართველი გუნდის ინიციატივა პარლამენტში 2 თვეში დაინიცირდება, რის შემდეგაც საქართველოში ამერიკული ფარას ანალოგი კანონი ამოქმედდება და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ამჟამად მოქმედი კანონი გაუქმდება.